გამარჯობა, ეთერშია ქრონიკა 17-ზე, მე ქეთი ქაშაკაშვილი ვარ, გამოშვებაში ნახავთ. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი მამუკა მდინარაძეა, როგორია სუსის უფროსის ხედვა და გეგმები. სასამართლოში არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების გამოკითხვა მიმდინარეობს. პარლამენტმა საგამოძიებო კომისიის დასკვნაზე დადგენილება მიიღო, ამით პროცესი საკანონმდებლო ორგანოში დასრულდა. მომზადდება საკონსტიტუციო სარჩელი, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოს გადაეგზავნება. მეგინ არსავიძეა თემით პირდაპირ ეთერში. ნაციონალური მოძრაობის დანაშაულებრივი ქმედებები უკვე ერთ დოკუმენტშია გაერთიანებული დადგენილების პროექტი საქართველოს პარლამენტმა დღეს მიიღო. დეტალებთან დაკავშირებით კანონმდებლებს ეს დეტალები წარუდგინა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ, განმარტა, რომ საგამოძიებო კომისიის მუშაობის პროცესში კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში ირღვეოდა ადამიანის უფლებები, ასევე იყო ზეწოლა ბიზნესზე, მედიაზე, გადაიდგა არაერთი სახელმწიფოებრივი ნაბიჯი, მათ შორის ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ. ირაკლი კირცხალიამ აღნიშნა ისიც, რომ ახლა სწორედ ამ დანაშაულებრივი პოლიტიკური ძალის წარმომადგენლები ესაუბრებიან ახალგაზრდებს დემოკრატიის სახელით. საქართველოს პარლამენტი ადგენს, რომ ადგილი ჰქონდა ნაციონალური მოძრაობის რეჟიმის მიერ განხორციელებულ წამებასა და არაადამიანურ მოპყრობას. ნაციონალური მოძრაობის რეჟიმის წარმომადგენლების მიერ ჩადენილ კვლელობებსა და ძალადობას, პირადი ცხოვრების დაცულობის უფლების ხელყოფას, კორუფციის, ბიზნესის რეკეტისა და საკუთრების უფლების ხელყოფის უხეშ ფაქტებს, მედიის თავისუფლების წინააღმდეგ ჩადენილ ქმედებებს, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სამშვიდობო პროცესის წინააღმდეგ ჩადენილ ქმედებებს, მიხეილ სააკაშვილის ნაციონალური მოძრაობისა და მათთან დაკავშირებული პირების ანტისახელმწიფოებრივ საქმიანობას 2012-2025 წლებში. თითეული ეს მიმართულება არის აღწერილი ამ 460 გვერდიან დასკვნაში. და ეს იყო ილუსტრაცია და მხილება და ხშირ შემთხვევაში თვითმხილება, როდესაც ვადევნებდით თვალყურს საიმ რეჟიმის წარმომადგენლების მხრიდან, თუ რეალურად რას ემსახურებოდნენ დემოკრატიის სახელით და დემოკრატიის შუქურის საფარის ქვეშ და გავმეორდები, თუ რეალურად ვინ ესაუბრება დღეს ხშირ შემთხვევაში გადაღებულ გადანომრილი, აი მათივე ესე ვთქვათ მემკვიდრეები პოლიტიკური ჩვენს ახალგაზრდობას დემოკრატიის სახელით და დემოკრატიის პრინციპების სახელით. აქ რუსთაველის გამზირზე თუ სხვაგან თავის გათითო-კაცებულ პარტაქტივს. ასე რომ ეს 460 გვერდიანი დასკვნა აუცილებლად სამი საფუძველზე მომზადდება. ძალიან არის და საფუძვლიანი სარჩელი, რომელიც წავა საკონსტიტუციო სასამართლოში, როგორც დაანონსებული გვაქვს და საზოგადოება დააკვირდება ასევე პირდაპირ ეთერში იმ პროცესს საკონსტიტუციო სასამართლოში, რასაც აკვირდებოდა თვეების მანძილზე. და ის ახალგაზრდობა დააკვირდება ამ პროცესს, რომ პროცესსაც აკვირდებოდა თვეების მანძილზე საგამოძიებო კომისიის მუშაობა მხედველობაში. საგამოძიებო კომისიის წევრები აცხადებენ, რომ დასკვნაში არის საკმაოდ დიდი მასალა, ასევე არის კონკრეტული ფაქტებით გამყარებული და ამბობენ, რომ ეს არის ისტორიული დოკუმენტი და მას ასევე ექნება პრევენციული ხასიათი. ეს არის როგორც ბევრჯერ აღინიშნა ისტორიული დოკუმენტი. ამდენი წლის განმავლობაში ყველას ჰქონდა მოლოდინი იმისა, თუ რომ გამოკვლეულიყო იმ დანაშაულებრივი ქმედებების ყველა დეტალი, რა თქმა უნდა, ძალიან დიდი მასალა იყო, ყველაფერს ვერ მოუყრიდით თავს ამ 6 თვის განმავლობაში, მაგრამ უმნიშვნელოვანესი მიმართულებები ყველაფერი არის აღნიშნული ამ დოკუმენტში. ჩვენ ყველა გავხდით მოწმეები, როგორი რეჟიმი იყო შექმნილი, როგორ მუშაობდა ეს რეჟიმი სხვადასხვა მიმართულებით სინქრონულად და ამ ყველაფერს გაეცნობა საზოგადოება და გამოიტანს თავის დასკვნებს. საგამოძიებო კომისია ზოგადად როგორც ფაქტი საქართველოს უახლეს ისტორიისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ ერთხელ და სამუდამოდ, როდესაც ხელისუფლება და რეჟიმი შადის ისეთ გაუგონარ
დანაშაულებს და ისეთ გაუგონარ ქმედებებზეა საუბარი, როგორცაც ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლებაში ყოფნის დროს ჰქონდა ადგილი, ამას ნამდვილად უნდა შეფასება. ეს არის ერთგვარი პრევენციისთვის ძალიან კარგი და მეტად მნიშვნელოვანი ბერკეტი, რომ ერთხელ და სამუდამოდ ამ ქვეყანაში ყველამ უნდა გაიაზროს, რომ ბოროტების და საკუთარი ხალხის ჩაგვრის ადგილი ამ ქვეყანაში არ არის და ასეთი ფაქტები უნდა ჩაბარდეს წარსულს. სწორედ საგამოძიებო კომისიის ვრცელი დასკვნა დაედება საფუძვლად ქართული ოცნების სარჩელს, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოში გაიგზავნება. პირდაპირ ეთერში მეგინ არსავიძე გვერდთვებოდა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი მამუკა მდინარაძეა პარლამენტმა ის ამ თანამდებობაზე 6 წლის ვადით აირჩია. მის კანდიდატურას მხარი 85 დეპუტატმა დაუჭირა. სუსის ახალი ხელმძღვანელი რუსულ ოკუპაციას და გარეჩ არეულებს ქვეყნის წინაშე მდგარ მთავარ გამოწვევებად დასახელებს. მამუკა მდინარაძემ სამომავლო გეგმებზე საუბრისას ხაზი გაუსვა კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლას და თქვა, რომ რამდენიმე წელიწადში კორუფცია აღმოფხრილი უნდა იყოს. ჩვენ ბოლო წლების განმავლობაში განსაკუთრებით პრეტენზია და ჩვენმა ქვეყანამ განაცხადა იმაზე, რომ საქართველოს სახელმწიფო არის შემდგარი სუვერენული დამოუკიდებელი ქვეყანა. შესაბამისად, ძლიერი უსაფრთხოების სამსახურების გარეშე შეუძლებელია ამ ამბიციურ მიზანთან მიახლოებაც კი. ჩვენ სერიოზული შედეგები უნდა გქონდეს, მაგალითად ანტიკორუფციული მიმართულებით. რამდენიმე წელიწადში პრაქტიკულად აღმოფხრილი ბოლომდე და არ ვაჭარბე. პრაქტიკულად ბოლომდე აღმოფხრილი უნდა იყოს ამ ქვეყანაში კორუფცია და ადამიანებმა უნდა დაიჯერონ, რომ შეიძლება იყო მაღალი თანამდებობის პირი და კორუფციული არანაირი გარიგების თანამონაწილე არც ერთ მომენტში არ იყო. ოკუპაცია და მისი თანამდებობის შედეგები და მეორე გარიჩავრებები და პროვოკაციის საფრთხეები ამ გარიჩავრებებიდან გამომდინარე ქვეყნის შიგნით. ეს არის ორი მთავარი მიმართულება იმ საფრთხეებისა, რაც საქართველოს დღეს აწუხებს ყველაზე მეტად და რასთან გამკლავებაც მათ შორის ქვეყანას და ქვეყანასთან ერთად იმ სამსახურს ევალება, რომლის ხელმძღვანელობაც მე დამავალად ეს საქართველოს პარლამენტი. ჩემს მუშაობას აზრი ექნება იმ შემთხვევაში, თუ წლების შემდეგ ნებისმიერი თქვენგანი, ნებისმიერი მოქალაქე ამ ქვეყნის იტყვის, რომ თვისებრივად ახალი სამსახურია, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, ძლიერი, ისეთი როგორიც უნდა ყავდეს დამოუკიდებელი და სუვერენული ქვეყანას და ასეთი ქვეყნის სიძლიერის ერთ-ერთი მთავარი კომპონენტი უნდა იყოს. და ბუნებრივია, ამას ჭირდება ბევრი მუშაობა, ერთი იმ მიმართულებებით, რასაც მაგალითად ქვია კონტრტერორისტული, ანტიტერორისტული მიმართულება, კონტრდაზვერვითი მიმართულება, ანტიკორუფციული სამსახურების გაძლიერება ერთიორად. ანრი არის ადამიანი, რომელიც 2016 წლიდან მათ შორის ჩემთან ერთად, სხვა ჩვენ თანაგუნდელებთან ერთად იბრძოდა ამ ქვეყნისათვის. პირდაპირ მნიშვნელობით ეს იყო ბრძოლა, რომელიც ბრძოლაში ჩვენ ერთად გამოვიბრძნედით როგორც პოლიტიკოსები, ამ ბრძოლაში ჩვენ ერთად მოვიპოვეთ ერთმანეთის ნდობა და ანრი ყოველთვის იქნება ამ გუნდის და ამ ქვეყნის ერთგული წევრი. მოკლედ გეტყვით, ჩემი გუნდით მივა. მე ჩემი ხედვები მაქვს, ჩემი გუნდი მყავს, რომელსაც ამ სამსახურში ვამუშავებ, ძალიან წარმატებით დარწმუნებული ვარ. წარმოუდგენლად მიმაჩნია, რომ უსაფრთხოების სამსახურის ნორმალური ფუნქციონირება შეიძლება თუ მას და ქვეყანას არ ექნება ამ უსაფრთხოების სამსახურის სპეციალიზირებული სასწავლებელი. მე არ ვსაუბრობ იმ ფორმით, რაც თქვა მაინდა-მაინც უშიშროების აკადემია იყო, მაგრამ მისი თანამედროვე განახლებული, მოდიფიცირებული ვერსია, რომ სპეციალური ცოდნა მიიღონ უსაფრთხოების მომავალმა თანამშრომლებმა, აუცილებლად უნდა არსებობდეს და მე ამაზე აუცილებლად ვიზრუნებ. მატერიალურ-ტექნიკური ბაზა გაძლიერებული აუცილებლად ჭირდება. ამ ხალხს ჭირდება მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა, რომ თავისი პროფესიული საამაყო მოვალეობა შეასრულონ პირნათლად და ამისი შესაბამისი ინფრასტრუქტურაც არსებობდეს. ასევე კონკრეტული პროფესიული მიმართულებით გაძლიერება, შესაბამისი ტრენინგები, შესაბამისი დახვეწა თითოეული მიმართულებით. იმიტომ რომ ჩვენ უნდა გქონდეს ძლიერი სპეცსამსახურები იმისათვის, რომ შესაბამისობაში რელევანტურები ვიყოთ იმ სერიოზულ მყარ აფიო განაცხადდა მთელი მსოფლიოს წინაშე, რომ საქართველო არის დამოუკიდებელი, ამაყი, თვითკმარი ქვეყანა და შესაბამისი სამსახურები თავის ფუნქციას პირნათლად ასრულებენ ამ სამსახურში.
კენჭისყრის შემდეგ პარლამენტის თავმჯდომარემ გააკეთა განცხადება. შალვა პაპუაშვილი დარწმუნებულია, რომ მამუკა მდინარაძე იქნება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გამორჩეული ხელმძღვანელი. მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ სუსის ახალი ხელმძღვანელის პირობებში უსაფრთხოების სისტემა კიდევ უფრო გაძლიერდება. მოყვარემაც და რაც თავარია, მტრებმაც ძალიან კარგად იციან თუ რა როლი ჰქონდა მამუკა მდინარაძე საქართველოს პარლამენტში და ზუსტად ჩვენი ქვეყნის მოყვარეების სასიკეთოდ და ჩვენი ქვეყნის მტრების საზიანოდ დარწმუნებული ვარ, რომ მამუკა მდინარაძე იქნება გამორჩეული ხელმძღვანელი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისა და კიდევ უფრო გააძლიერებს იმ უსაფრთხოების სისტემას, რომელიც საქართველოს წლების განმავლობაში აქვს ჩამოყალიბებული და რომელიც გვაძლევს შესაძლებლობას, რომ შევინარჩუნოთ მშვიდობა, შევინარჩუნოთ კეთილდღეობის დისის ტემპები, რომელიც ჩვენ გვაქვს იმ რეგიონალურ გაურკვევლობებში და турბულენტობებში, რომელსაც საქართველო გადის. ამიტომ მამუკა მდინარაძეს ვუსურვებთ იმ ისეთივე წარმატებას, როგორც წარმატებული პარლამენტის წევრის და უმრავლესობის ლიდერიც ის იყო. კიდევ ერთხელ ულოცავ მას ამ თანამდებობაზე არჩევას. ამოვიყენო შესაძლებლობა და კიდევ ერთხელ მიულოცავ ბატონ მამუკას ესეთი უმნიშვნელოვანესი თანამდებობის დაკავება. ყველა კარგად ვაცნობიერებთ, თუ რაოდენ უმნიშვნელოვანესი ინსტიტუციაა ნებისმიერი ქვეყნისთვის. ასე რომ დარწმუნებულები ვართ, რომ ისი პირველ რიგში ცხოვრებისეული გამოცდილება, პროფესიული გამოცდილება, პოლიტიკური გამოცდილება მოხმარდება იმას, რომ ის სამსახური თვისობრივად ახალ ეტაპზე გადავიდეს თავისი მუშაობით. ამაში ვარ დარწმუნებული და ძალიან დიდ წარმატებას ვუსურვებ მას ის მომავალ მოღვაწეობაში. ჩემი აზრია და არა მხოლოდ ჩემი აზრი, რომ იგი იქნება ყველაზე ძლიერი უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი საქართველოს ისტორიაში და არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნის ისტორიაში, თავისი უნარჩვევებიდან გამომდინარე, თავისი თვისებებიდან გამომდინარე, იმ ნიჭიდან გამომდინარე, რა ნიჭითაც იგი არის დაჯილდოვებული და იმ ენერგიიდან გამომდინარე, რა ენერგიის მატარებელიც არის მამუკა მდინარაძე. მამუკა მდინარაძე არის ჩვენს ქვეყანაზე უზომოდ შეყვარებული პატრიოტი ადამიანი და მამუკა მდინარაძე არის საქმის უზადო პროფესიონალი და მამუკა მდინარაძე ამ უწყებას გაუძღვება ძალიან მაღალ დონეზე და ეს უწყება ისედაც რომელიც მოწოდების სიმაღლეზე არის ნამდვილად კიდევ აბსოლუტურად სხვა მასშტაბებს დაიპყრობს და ჩვენი ქვეყანა იქნება აბსოლუტურად უსაფრთხო და დაცული ბატონი მდინარაძის ხელმძღვანელობით. მას აქვს უდიდესი გამოცდილება სამართალდამცავ ორგანოებში მუშაობის, როგორც თეორიული, ასევე პრაქტიკული. იგი წლების განმავლობაში მუშაობდა შინაგან საქმეთა სამინისტროში, შემდეგ იცით რომ საადვოკატო საქმიანობას ეწეოდა, წლების განმავლობაში იყო პოლიტიკურ პროცესებში ჩართული და როგორც იცით იყო ჩვენი უმრავლესობის ლიდერი, ამდენად ის ყველა ეს კრიტერიუმი, რომელიც უნდა ახასიათებდეს ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების სამსახურს, ყველა ამ კრიტერიუმს ბატონი მამუკა მდინარაძე, რა თქმა უნდა, თავისი ამ გამოცდილებით, თავისი უნარებით, თავისი ხედვებით ძალიან წაადგება ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებას და ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ იგი იქნება ერთ-ერთი საუკეთესო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ახალი ხელმძღვანელი უწყებაში უკვე მივიდა. მამუკა მდინარაძე სუსის თანამშრომლებს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ წარუდგინა, გაკეთდა განცხადებებიც, რომელსაც სოფო ბერიძე გაგვაცნობს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შემდგომი გაძლიერება საქართველოს ხელისუფლების უმთავრესი პრიორიტეტია. ეს დღეს პრემიერ-მინისტრმა იმ დროს თქვა, როდესაც სუსის ახალი ხელმძღვანელი თანამშრომლებს წარუდგინა. ირაკლი კობახიძემ თქვა ისიც, რომ ამ მიზნის მიღწევაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ანრი ოხანაშვილმა და ბუნებრივია მან ისაუბრა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ახალი ხელმძღვანელის თაობაზე. პრემიერი ამბობს, რომ წლების განმავლობაში მამუკა მდინარაძე მნიშვნელოვან როლს თამაშობდა სწორედ ქვეყნის უსაფრთხოების განმტკიცებაში და ქვეყნის განვითარებაში. ბუნებრივია, თანამშრომლებს მიმართა ახალმა უფროსმაც მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ საქართველო დღეს წარმატებით ცდილობს მსოფლიო რუკაზე თავისი განსაკუთრებული ადგილი მოიპოვოს და ამბობს, რომ თუ სუსი ამ საქმეში შესაბამის ადგილას არ დადგა, ეს მცდელობა შესაძლებელია ფუჭი იყოს. ამიტომაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ახალ უფროს სუსის თანამშრომლების იმედი აქვს.
პირველ რიგში მინდა ბატონ ანდრეო ხანაშვილს გადავხატო მადლობა მისი საქმიანობისთვის, ეს როგორც მოგეხსენებათ არის გამორჩეულად კეთილსინდისიერი უპატიოსნესი ადამიანი და ასე უძღვებოდა სწორედ სამსახურის საქმიანობას თელიან პერიოდის განმავლობაში. ეს არის თავის საქმის პროფესიონალი. კიდევ ერთხელ მადლობა მას მის საქმიანობისთვის. მინდა წარმოგიდგინოთ ბატონი მამუკა მდინარაძე, ადამიანი რომელსაც პრინციპის წარგენა არ სჭირდება. თქვენ იცით რომ ეს მთელი წლების განმავლობაში იყო ჩვენი მმართველი გუნდის ერთ-ერთი გამორჩეული ლიდერი და სხვადასხვა მიმართულებით ის წარმატებით უზრუნველყოფდა წინსვლას განვითარებას. მნიშვნელოვანი წვლილი შექონდა მას ჩვენი ქვეყნის განვითარებაში, მისი უსაფრთხოების განმტკიცებაში. ეს წლების მანძილზე წარმატებით საქმიანობდა სამართალდამცავ სტრუქტურებში და შესაბამისად აქვს ზუსტად იმ პროფილის გამოცდილება, რაც მას ძალიან დაეხმარება ამ სამსახურის წარმატებულ ხელმძღვანელობაში. ჩემთვის ეს იყო პატივი და განსაკუთრებული პასუხისმგებლობა. მემსახურა თქვენთან ერთად ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების დასაცავად. ამიტომ სურს რომ თქვენ წინაშე კიდევ ერთხელ გადავუხადო ბატონ პრემიერს განსაკუთრებული მადლობა ამ შესაძლებლობისთვის. რაც შეეხება ბატონ მამუკას. ბატონ მამუკასთან ერთად ჩვენ მრავალი წელია მოვდივართ საპარლამენტო ცხოვრებაში. ჩვენ მხარ ყველაზე რთულ სიტუაციებში მოგვიწია მუშაობა და ჩვენ ყოველთვის ყველა რთული სიტუაციიდან გამოვდიოდით ღირსეულად.ორმაგად მახარებს რომ ბატონი მამუკა არის არჩეული სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელად და მე დარწმუნებული ვარ რომ ის ყველა მისი თვისებით, ყველა მისი უნარით, პროფესიონალიზმით, პატრიოტიზმით, რომელიც მან არაერთხელ დაადასტურა, ღირსეულად გაუძღვება თქვენთან ერთად ამ სამსახურს. წლების შემდეგ თუ მე ვიტყვი რომ მინიმუმ ნორმალურად მოვემსახურე ჩემ ქვეყანას და იმ სამსახურს, სადაც მე ლეგიტიმაცია მომცა პარლამენტმა, გუნდმა, ლიდერებმა, იქნება შედეგი, რომ თქვენ თითოეულმა თქვენგანმა და იმ ადამიანებმა, ვინც აქ არ არიან, კიდევ უფრო მეტად იამაყოთ იმ საქმეს, რასაც აკეთებთ. ჩვენი ქვეყანა დღეს წარმატებით ცდილობს, რომ სოფლიო რუკაზე თავისი განსაკუთრებული ადგილი მოიპოვოს. თუ ჩვენი სამსახური ამ საქმეში შესაბამის ადგილას არ დადგა, ეს მცდელობა ღმერთმა დაგვიფაროს და შეიძლება ფუჭი იყოს. რასაც ბატონი ბიძინა ივანიშვილი, რასაც ბატონი ირაკლი კობახიძე და სხვები ამ ქვეყნის დღევანდელი ხელმძღვანელობა ცდილობს და ჩვენ ყველანი ერთად ვცდილობთ, ამას ჭირდება განმტკიცება და ამ განმტკიცების საქმეში არც ერთ უწყებას, არც ერთ სამსახურს ისეთი როლი არ აქვს, როგორც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს და ამაში მექნება თითოეულ თქვენგანის იმედი. უკვე ხვალიდან მამუკა მდინარაძე საკუთარ გუნდთან ერთად ქვეყნის უსაფრთხოებაზე ზრუნვას ოფიციალურად ახალი თანამდებობიდან შეუდგება. მადლობა სოფო ბერიძეს. საპარლამენტო ფრაქცია ქართული ოცნების თავმჯდომარის თანამდებობაზე მამუკა მდინარაძე ირაკლი კირცხალიამ შეცვალა. კირცხალია იქნება საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერიც. ფრაქციის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ლევან მაჭავარიანი, ხოლო მოადგილე იოსებ ჯორბენაძეა. მამუკა მდინარაძის ადგილმონაცვლე კი პარლამენტში თორნიკე ფაღავა. 79 მომხრე 0 წინააღმდეგ დადგენილება მიღებულია. ულოცავად პატიმ თორნიკეს უსურვებს წარმატებულ საპარლამენტო. სასამართლოში გამოკითხვაზე ისფედის ყოფილი აღმასრულებელი დირექტორი, ასევე IDF-ის ხელმძღვანელი იმყოფებოდნენ. სასამართლოში არასამთავრობო ორგანიზაციების ხელმძღვანელების გამოკითხვა პროკურატურაში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში მიმდინარეობდა. საქმე ეხება მტრულ საქმიანობაში დახმარებას, საბოტაჟს და კონსტიტუციური წყობის წინააღმდეგ მოქმედებას. კითხვები ეხებოდა ორგანიზაციის საქმიანობას, გამოხატვის თავისუფლების საკითხებს, შესყიდვებს, ანუ ამ შესყიდვებს, რომელიც მედიამ გაასაჯაროვა და აქ არის საუბარი რაღაც ერთეული რაღაც ოფისის საჭიროებისთვის და თანამშრომლების უსაფრთხოებისთვის შეძენილ ნივთებს. საპატრულო პოლიციის დეპარტამენტისა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა აქციაზე დააკავეს ადამიანი, რომელიც ცეცხლსასროლი იარაღით გადაადგილდებოდა. იარაღი ნივთმტკიცებად არის ამოღებული. სამართალდამცველებმა დაკავებული საცხოვრებელი სახლიდან სხვადასხვა ტიპის ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალაც ამოიღეს. ჩვენ არ ვიცით ჯერ ზუსტად, თუმცა ვარაუდი შეგვიძლია რა
პროვოკაციას და მის თამდებ სულ შედეგს, რაც და გუშინ არ ვიცი ქალაქი თუ ქვეყანა ჯერჯერობით ეს მკაფიოდ არ შეიძლება ითქვას, თუმცა ფაქტია რომ როცა ავტომატის მაგვარი შაშხანით გადაადგილდება ადამიანი დემონსტრანტებს შორის, აქ ადვილი სავარაუდოა რომ რაღაც რთული პროვოკაცია, ცუდი პროვოკაცია კარგი არ არის, მაგრამ შეიძლება იგეგმებოდეს, მაგრამ გამოძიება დეტალებში მე მგონია რომ ამ კითხვაზე პასუხს გასცემს და რომ მივა პირველი ამ საკითხით დავინტერესდები. სურვილი ექნებათ, მცდელობები იქნება იმისი, რომ დაძაბონ სიტუაცია, თუმცა ხო როგორც ხედავთ, შესაბამისი სამსახურები მუშაობენ ძალიან მაღალ დონეზე და ყველა ამ ტიპის ქმედებას მოყვება შესაბამისი რეაგირება. არავის არ მიეცემა შესაძლებლობა, რომ ქვეყანაში მოაწყოს დაპირისპირება, სახელმწიფო გადატრიალება ან სხვა რაიმე ტიპის კანონსაწინააღმდეგო ქმედებები. ეს ფაქტი, რა თქმა უნდა, ჩვენ განზოგადებულადაც შეგვიძლია განვიხილოთ და ამ თვალსაზრისით, რა თქმა უნდა, გვახსენდება ის ზოგჯერ წამოწდენები, ზოგჯერ ფაქტობრივად პირდაპირი ტექსტებით, ასე ვთქვათ, გაჟღერებული გეგმები თუ მიზნები, რომელიც გულისხმობს იმას, რომ ქვეყანაში არეულობის გამოწვევის გზით, წყლის ამღვრევის გზით, აქ ზოგიერთებმა როგორმე ჩაიგდონ მართვის სადავეები ხელში. ეს შემთხვევაც ადასტურებს თუ რამხელა მნიშვნელობა აქვს უსაფრთხოების სამსახურებს ზოგადად სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ქოლგის ქვეშ და სხვა უწყებებთან ერთიანობაში რამხელა მნიშვნელობა აქვს თითოეულ ადამიანს, რომელიც ამ სფეროში გმირულად ფაქტობრივად ყოველდღიურ რეჟიმში იცავს საზოგადოებრივ სიმშვიდეს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელმა ლევან ხაბეიშვილის მიერ დაანონსებულ აქციაზე ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა. მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ ხაბეიშვილის მიერ დაანონსებული მშვიდობიანი დამხობა არასერიოზულია და დანაშაულებრივი კვალიფიკაციის ნიშნები სხვა განცხადებებში უფრო იკვეთება. მშვიდობიანი დამხობა როგორი ტერმინია, იცით რა მოვიგონო, არ ვიცი. კეთილი სააკაშვილი დაახლოებით ესეთი ოქსიმორონია. აქ არ არის იმის საფრთხე რაღაცა სერიოზული გაგრძელება შეიძლება კონდეს. აქ არის საფრთხე მაქსიმუმ იმისა, რომ არ დააზიანონ მცირედით ეკონომიკა, ადამიანები არ გაანერვიულონ. იმის იქით ჯერთი დამხობა სიტყვა, მათი მოწოდება არ შეიძლება მშვიდობიანი იყოს, იმიტომ რომ დამხობა და მშვიდობა ერთმანეთს გამორიცხავს. სიტყვის მნიშვნელობაც უნდა გაითვალისწინოს, რაც ლაპარაკობენ. მე ყურადღებას ამას იმდენად, რა თქმა უნდა, მივაქცევდი, მაგრამ იმდენად არ მივაქცევდი, როგორც იურისტი ამ შემთხვევაში, როგორც ამ ხალხის სხვა განცხადებებს, სადაც უფრო აშკარად შეიძლება იკვეთებოდეს დანაშაულებრივი კვალიფიკაციის ნიშნები. გაშიფრული აგენტი, რომელსაც არა ოფიციალურ უწყებებში ყავს პატრონი, არამედ მის მიღმა არის უფრო კედელზე მისწვეული სხვა სულიერივით ვიდრე სხვა ნებისმიერი მისი პროფესიის ადამიანი. ეს გვესმის, ისტერიკას გვესმის და ამ ისტერიკას ჩემი აზრით არ უნდა ავყვეთ. სერიოზული კომენტარები გაშიფრული აგენტების კომენტარებს და მონაჭრეზე არ უნდა ვაკეთოთ. ჯო ვილსონის კომისიის მიერ დადგმული ცირკი ასე აფასებს მმართველი გუნდი ჰელსინკის კომისიაში დანიშნულ მოსმენას. რაც შეეხება მოსმენაზე მიწვეულ სალომე ზურაბიშვილს და თინა ხიდაშვილს, ქართულ ოცნებაში ამბობენ, რომ სწორედ ეს ადამიანები უწყობდნენ ხელს საქართველოში რევოლუციურ სცენარებს. ჰელსინკის კომისია საქართველოში ჩინური ინვესტიციების გამოწუხს, რაც სახელმწიფო გუნდისთვის სრული აბსურდია. საქართველოს უნდა იყოს ევროკავშირში, საქართველოს უნდა იყოს ნატოში და სწორედ აი ამ გზიდან გადახვევის გამო აკრიტიკებს ჰელსინკის კომისია და სხვა ჩვენი მეგობრები საქართველოს ამჟამინდელ უკანონო რეჟიმს და არა იმის გამო რომ ვიღაცასთან ჩვენ ვაჭრობთ. თემო საქართველოს მიცის ხო, ვინ არის აგენტურა და რას წარმოადგენენ და რას და ვისებძიან, ხო? რაც შეეხება ჩინეთთან ურთიერთობას, სტრატეგიული ურთიერთობა ამ ქვეყანასთან ძალიან მნიშვნელოვანია. თქვენ ხედავთ სოფლიოს სხვა ქვეყნები ყველა მიისწრაფის, რომ ჩინეთთან გქონდეს ახლო მეგობრული ურთიერთობა. რა თქმა უნდა, იმ შესაძლებლობების გამოყენება, რომელიც ამ ქვეყანას გააჩნია, არის ძალიან მნიშვნელოვანი. საკმაოდ უნდა აღნიშნული განცხადებები დაფუძნებულია ტყუილზე, შეიცავს სიცრუეს, ცილისამებას
იმიტომ რომ აი რამდენიმე დღის წინ საქართველოს პრეზიდენტმა თუნდაც გამოაქვეყნა წერილი თუ რა არის ჩვენი სულისკვეთება და რა არის ჩვენი მთავარი მიზანი, რომ ურთიერთობები აღდგეს და ურთიერთობები დავიწყოთ ახალი კურსით. საზოგადოებამ ნდობა გამოუცხადა, ლეგიტიმაცია მისცა ისეთ ძალას, ეროვნულ ძალას, რომელიც არ არის ბრმად სხვადასხვა დავალებების შემსრულებელი, რომელიც მათ შორის შეიძლება მომდინარეობდეს რაღაცა მეგობრული საფარის ქვეშ. აქ ყველამ ძალიან კარგად უნდა გაისიგზეგანოს, რომ რა რჩევაც არ უნდა მოდიოდეს მეგობრებისაგან, უწინარესი და უმთავრესი არის ისევ და ისევ ჩვენი ეროვნული ინტერესები და სწორედ ამ ინტერესების კარნახით უნდა მოქმედებდეს ხელისუფლება. ჩინეთთან ურთიერთობას თავად ევროკავშირი ცდილობს, რომ გააღრმაოს და ამერიკის პრეზიდენტმა ტრამპმა პირდაპირ უთხრა სი ძინპინს, რომ უნდა გააღრმავდეს ჩინეთ-ამერიკის ურთიერთობები, მათ შორის ეკონომიკური და ასე შემდგომ. და საქართველოსთან მიმართებაში ჩინეთთან ურთიერთობა რატომ არის ან გასაკვირი და ან მიუღებელი, ამაზე პასუხი გასცეს ჰელსინკის კომისიამ და რაც თავი ეხა მოიბარებ აქ ისეთ ადამიანებს ჰელსინკის კომისიაში, რომლებიც გაცხადებულად არიან უცხოური აგენტების წარმომადგენლები და გაცხადებულად ებრძვიან საქართველოს განვითარებას, გასაგებია უკვე სუბიექტური არის ეს მიდგომა. ორგანიზებულ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებულ 11 ადამიანს სასამართლომ ბრალდება გადაუკვალიფიცირა. მოსამართლემ ყველა მათგანი დამნაშავეცნო ჯგუფური მოქმედების ორგანიზებაში მონაწილეობისთვის. ჯანო არჩაიას, გური მირცხულავას, ლუკა ჯაბუას, ანდრო ჭიჭინაძეს, რუსლან სივაკოვს, ონისე ცხადაძეს, რეზო კიკნაძეს, ვალერი თეთრაშვილს, გიორგი ტერიშვილს, ირაკლი ქერაშვილს და სერგეი კუხარჩუკს მოსამართლემ 2 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. პარლამენტმა სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებები დაამტკიცა, ქონებრივი ზიანის ანაზღაურებისთვის ეფექტიანი მექანიზმი ინერგება. დაზრალებულს შესაძლებლობა ექნება გამარტივებული წარმოების გზით მოითხოვოს მსჯავრდებულისგან ზიანის ანაზღაურება. კანონი ითვალისწინებს ქონებაზე ყადაღის დადებას და საქართველოსთან გასვლის აკრძალვას. თუ ამ კანონის ამოქმედებამდე ჩადენილი არის დანაშაული, მაგრამ ჯერ ამ კანონის ამოქმედების მომენტისთვის გამოძიება დაწყებული არ არის. პირველი ნაწილით 165 კვადრა მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ პირებს დაზარალებულების კომპენსაციის გადახდის ვალდებულებას დაეკისრებათ, ასევე გადახდის უზრუნველყოფის ღონისძიებაც შეეფარდებათ ამ კანონის დადგენილი სტანდარტული წესით. ანუ როგორც მათი ქონებებიდან დაზარალებულებისთვის ანაზღაურება მოხდება, ამავდროულად საზღვრის გასვლის აკრძალვაც მათზე გამოყენებული იქნება. თუ გამოძიება დაწყებულია, ან პირველ ინსტანციაშია, ან მეორე ინსტანციაში არის საქმეები, მხოლოდ და მხოლოდ შესაძლებელია გამოყენებული იყოს საზღვრის გადაკვეთის, ანუ საქართველოს ტერიტორიიდან გასვლის აკრძალვა, ხოლო კასაციაში თუ არის საქმე, არც ქონებების ჩამორთმევა და არც საზღვრის კვეთის აკრძალვა ვერ იქნება გამოყენებული. დამამთავრებელი კურსის სტუდენტები და კურსდამთავრებულები სხვადასხვა სახელმწიფო უწყებაში სამთვიან ანაზღაურებად სტაჟირებას გაივლიან. პროგრამის ფარგლებში 413 ადამიანს შესაძლებლობა ექნება ანაზღაურებადი სტაჟირება გაიაროს შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფში. ანაზღაურებადი სტაჟირება სამთავრობო პროგრამის ფარგლებში ხორციელდება. შინაგან საქმეთა სამინისტროში სტაჟირებას გაივლის 400-ზე მეტი პირი. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური აქტიურადაა ჩართული სტაჟირების სახელმწიფო პროგრამაში. შაშანდელის მსგავსად ახალგაზრდებს მიეცემათ შესაძლებლობა სხვადასხვა მიმართულებით გაიღრმავონ ცოდნა და სტაჟირების წარმატებით დასრულების შემთხვევაში დასაქმდნენ უწყებაში. გასულ წელსაც ძალიან დიდი იყო დაინტერესება ახალგაზრდების მხრიდან, რომელთა ნაწილიც წარმატებით აგრძელებს სამსახურს ჩვენ რიგებში. საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის სტაჟირების პროგრამით დაინტერესებულ პირებს ეძლევათ შესაძლებლობა მიიღონ თეორიული და პრაქტიკული ცოდნა, აქტიურად იყვნენ ჩართულები საპოლიციო ღონისძიებებში,
ასევე სტაჟირების წარმატებით დასრულების შემთხვევაში შემოუერთდნენ ჩვენს რიგებს. 2024 წლის სექტემბერში გამოცხადებული სახელმწიფო სტაჟირების პროგრამის ფარგლებში გავიარეს სტაჟირება საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ფსიქოლოგიური სერვისების სამსახურში, ფსიქოლოგის პოზიციაზე. 2025 წლიდან დავიწყე ამავე პოზიციაზე მუშაობა. ვფიქრობ, ეს სტაჟირებები კარგი შესაძლებლობაა სტუდენტებისთვის, რომ გამოცადონ საკუთარი თავი. განათლების სამინისტროს კოლეჯ სპექტრსა და დურგალთა სკოლას შორის სამხრივი თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმის ძირითად მიზანს წარმოადგენს სადურგლო მიმართულებით პროფესიული პროგრამების განვითარება საჯარო კერძო პარტნიორობით, შრომის ბაზრის მოთხოვნების შესაბამისი კვალიფიციური კადრების მომზადება და დასაქმების ხელშეწყობა. მნიშვნელოვანი პროექტი იწყება პროფესიულ კოლეჯ სპექტრში, რომელიც სადურგლო სახელოსნოსთან, ავსტრიელ პარტნიორებთან დაკავშირებულია და რომელიც ითვალისწინებს სპექტრის ტერიტორიაზე არსებული 1000 კვადრატული ფართის სრულ რეაბილიტაციას, რაშიც სამინისტრო 1,350,000-იანი ინვესტიცია განახორციელა. თავარი მიზანი რა, რომ ბიზნესი შემოვიდა დაფინანსებით, საკმაოდ სოლიდურ თანხასდებს და საკმაოდ სოლიდურ ინვესტიციას დებს ამ პროექტის წარმატებით განხორციელებისთვის. ეს არის მომავლის პროექტი და ვფიქრობთ, რომ ძალიან ბევრ ადამიანს მიეცემა საშუალება კოლეჯში ზუსტად ბიზნესის ჩართულობით. ეს სახელოსნო იქნება საქართველოში პირველი, რომელიც აბსოლუტურად მწვანე კონცეფციით იქნება შექმნილი. შესაბამისად, აქ იქნება აბსოლუტურად ეკოლოგიურად სუბთანედლეული. ეს არის ნათელი მაგალითი იმისა, თუ როგორ შეიძლება ითანამშრომლოს კერძო და საჯარო სექტორმა და ამის მკაფიო გამოხატულებაა პროგრამა ისწავლე და დასაქმდი, რომელიც დედაქალაქის მუნიციპალიტეტის მიერ 2018 წლიდან ხორციელდება. ცესკოსა და ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლას შორის მემორანდუმი გაფორმდა. დოკუმენტს ხელი ცესკოს თავმჯდომარემ და ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის დირექტორმა მოაწერეს. მხარეებმა მემორანდუმის და პარტნიორობის მნიშვნელობაზე ისაუბრეს. მემორანდუმის ფარგლებში სხვადასხვა ტიპის პროექტებსა და შეხვედრებში მონაწილეობით ახალგაზრდებს შესაძლებლობა ექნებათ საარჩევნო პროცესების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღონ. გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლასთან, რომელიც არის კიდევ ერთი ახალი შესაძლებლობა იმისთვის, რომ ჩვენ ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში უზრუნველყოთ საინფორმაციო და საგანმანათლებლო პროექტებში ჩართულობა, რომელიც თავის მხრივ ხელშეუწყობს ცნობიერების ამაღლებასა, მათ შორის ინკლუზიური გარემოს ხელშეწყობას, ვინაიდან მემორანდუმის ფარგლებში ასევე ჩვენ გვექნება სხვადასხვა ტარგეტირებული პროგრამები. მემორანდუმი მხარეებს შესაძლებლობას მოგცემს სახელმწიფო ენის სწავლებისა და ინტეგრაციის პროგრამის ფარგლებში ეროვნული უმცირესობების წარმომადგენლებისთვის შევიმუშაოთ და განვახორციელოთ ერთობლივი სასწავლო საგანმანათლებლო პროგრამები. ხელი შეუწყოთ ცნობიერების ამაღლებაში, უშუალოდ საარჩევნო პროცესთან დაკავშირებულ აქტუალურ საკითხებთან. ქრონიკა 17 საათზე დასრულებულია. რამდენიმე წუთში იმედის ეთერს თეასი ჭინავა განაგზობს სტუმრებთან ერთად. მე გემშვიდობებით ნახვამდის.